გოგა ხაინდრავას მიმართ ფორმულას მიერ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტზე ცრუდასმენის მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში შაბათის ფორმულას ოპერატორი მიშო მარტაშვილი თბილისის პროკურატურაში გამოგითხეს. ამავე საქმის ფარგლებში ორივლის სიუჟეტის ავტორი ნატუკა ლომაძე 29 ივნის კი გადაცემის წამყვანი დავით ქაშიაშვილიც გამოგითხეს. საუბარია 2026 წლის 17 იანვრის ეთერში გასულ სიუჟეტზე, სადაც გადაცემის წყაროს მონათხრობით გოგა ხაინდრავას თანხის სანაცვლოდ საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეები შემოჰყავდა. მიშო მარტაშვილის გამოკითხვით თბილისის პროკურატურამ ცრუდასმენის სისხლის სამართლის საქმეზე, რომელსაც იძიებდა, დაასრულა ყველა იმ ადამიანის გამოკითხვა, ვისაც შეიძლება რაიმე ინფორმაცია მიეწოდებინა გამოძიებისთვის საინტერესო და ვიტოვებ ძალიან დიდ იმედს, რომ პროკურატურა გააკეთებს განცხადებას და იტყვის, რომ ეს სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვიტა. სხვა შემთხვევაში ის, რასაც ვამბობთ, რომ ეს არ ემსახურება რაიმე ობიექტურობის დადგენას, კიდევ უფრო მეტად დადასტურდება და გამყარდება ჩვენი საფუძვლიანი ეჭვები. ხაინდრავას ფორმულას წინააღმდეგ სამოქალაქო დავაც აქვს წამოწყებული. ამტკიცებს, რომ სიუჟეტი არსებითად მცდარ ფაქტებს და მისი სახელის, პატივისა და ღირსების შემლახავ ცნობებს შეიცავდა. ხაინდრავა ამ ცნობების უარყოფას და მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 10,000 ლარს ითხოვს. ამ საქმეზე მოსამართლე ლიანა კაჟაშვილი გადაწყვეტილებას 17 ივლისს გამოაცხადებს.